იმის ფონზე, რომ საქართველოში უკომპრომისო და შეურიგებელი ბრძოლა მიმდინარეობს კორუფციასთან, მამუკა მდინარაძის მთელი საგვარეულო, სამეგობრო, საძმაკაცო, ოჯახი, ყველა სახელმწიფო სტრუქტურაშია დასაქმებული. მას შემდეგ, რაც მდინარაძე ქართულ ოცნებას შეუერთდა და უკვე ცოტა გავლენები მოიპოვა, მოგიყვებით, როგორ აიწყო გიორგი გელაშვილის, მამუკა მდინარაძის ყველაზე ახლო მეგობრის ცხოვრება. გიორგი გელაშვილი დაინიშნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პირველ მოადგილედ. სალომე ჯინჯოლავა, ანუ გიორგის ცოლი, გახდა ქართული ოცნების სიით პარლამენტის წევრი. მათი შვილი მთავრობის კანცელარიაში დასაქმდა. სიძე სუსში. ძმის შვილი საკრებულოს წევრია ქართული ოცნების სიით ეგეც. გიორგი გელაშვილის ოჯახმა თურმე ცხოვრება აიწყო, გაიხარა, გაბრწყინდა, ხალხო. შვილი, სიძე, ძმა, დედა, დეიდა, ბიძა, ბებია, ყველა სადღაც დასაქმდა და აქ კიდევ ვიღაცები წუწუნებთ, რომ ესა უმუშევრობა არის საქართველოში პრობლემა. კითხეთ აბა გიორგი გელაშვილს, თუ აქვს უმუშევრობის პრობლემა.